საქართველოში 5 ახალი სოციალური სახლის მშენებლობა დაიგეგმა თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ბოლნისში. საცხოვრებელ ფართობს დევნილები და სოციალურად დაუცველი ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს. პროექტს ინფრასტრუქტურის და ტოლთა სამინისტროები შვეიცარიის განვითარების სააგენტოსთან ერთად განახორციელებენ. თბილისში ერთი სახლის მშენებლობას კი მთლიანად დედაქალაქის მერია დააფინანსებს. აშენდება უამრავი სახლი და ეს მისცემს საშუალებას ადამიანებს რომ უპრობლემოდ გაგრძელონ ღირსეული ცხოვრება. მე მეკითხა თუ ჩვენი სამინისტრო შაშანაც იყო ამ პროექტში ჩართული, ვაპირებთ წელსაც უკვე ჩართული და მას სანამდე არ დასრულდება ყველა იმ ადამიანის პრობლემა, რომელსაც დღეს პრობლემა გააჩნია. ყველაზე გაჭირვებული ადამიანებისთვის შენდება 60 სახლი და მათ ასევე იქ ადგილზე მოემსახურებიან ნომრელი ეყოლებათ, გადასახადებს მუნიციპალიტეტები გადაიხდიან კომუნალურ გადასახადებს, ამას გვიკეთებს შვეიცარიის მთავრობა და ჩვენ რა თქმა უნდა თანადაფინანსებაში ჩვენ შევდივართ. ჩვენ უკვე რამდენიმე წელიწადია ვახორციელებთ პროექტ სოციალური სახლის პროექტს. ეს ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ისეთი ოჯახებისთვის, რომელსაც ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არ აქვს, მათთვის სოციალური სახლის შეთავაზების შესაძლებლობას. ვაკეთილში უკვე რამდენიმე კორპუსი არის აშენებული და 50-მდე ოჯახი, ასეთი ოჯახი ცხოვრობს საკმაოდ კეთილმოწყობილ ნორმალურ პირობებში. ჩვენ ვაგრძელებთ ამ პოლიტიკას, მივაჩნია რომ შეიძლება ეს არ არის ბევრი, მაგრამ აუცილებელია იმისათვის რომ სახელმწიფოს გქონდეს ზრუნვის ინსტრუმენტი საკუთარ მოქალაქეებზე, ყველაზე გაჭირვებულ მოქალაქეებზე. ეს პროექტი საქართველოს და შვეიცარიის მთავრობის მჭიდრო თანამშრომლობის მაგალითია. საცხოვრებლები გათვალისწინებულია მათთვის, ვისაც ის ყველაზე მეტად სჭირდება. დაგეგმილია 5 სოციალური სახლის მშენებლობა 4 მუნიციპალიტეტში. ვფიქრობ, აღნიშნული პროექტი, რომელიც 2013 წელს უნდა დასრულდეს, მოქალაქეების ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.